მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. თანამედროვე სტანდარტების და არქიტექტურის ახალი, სრულიად ადაპტირებული და მაღალი სტანდარტების იუსტიციის სახლი მცხეთის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს, რაც მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, კომფორტულს გახდის. მცხეთის იუსტიციის სახლში მოეწყობა ქორწინების სივრცეც, ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ კი იუსტიციის სახლის თავმჯდომარე. ვახტანგ ჟვანია შემოგვიერთდება სტუდიაში, მოგესალმებით. ბატონო ვახტანგ, მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის, თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ვახტანგ, სრულდება მცხეთაში იუსტიციის სახლის მუშაობა და საინტერესოა, რამდენ ადამიანს მოეხმსახურება, რაზეა დათვლა გაკეთებული ყოველწლიურად და თუნდაც იგივე საინტერესოა მცხეთის გარდა კიდევ სად შეიძლება ვნახოთ ახალი იუსტიციის სახლის პრეზენტაცია გახსნა. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ საკითხით და ინტერესებისთვის, როგორც თქვენ შესავალში აღნიშნეთ, მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მცხეთას ექნება გამორჩეული არქიტექტურის შენობა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჯდება ამ ისტორიული ქალაქის ძირითად დამახასიათებელ თავისებურებებში. აქედან გამომდინარე, ერთი არქიტექტურული შენობა, მისი ვიზუალი, მაგრამ აუცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი არის ის შინაარსი, რა შინაარსის მატარებელიც არის ეს შენობა. ამ შენობის საფუძველზე მცხეთაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა 500-ზე მეტი სერვისით ისარგებლონ და სახლთან ძალიან ახლოს კონდეთ ამის შესაძლებლობა. ბუნებრივია, როცა ვლაპარაკობთ იუსტიციის სახლებზე და ახალ ფილიალებზე, აქ პირველ რიგში რა თქმა უნდა თავში უნდა მოგვივიდეს ის, რომ ზუსტად დაცული იქნება იგივე ხარისხი, მომსახურებების სტანდარტი და ყველა ის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც ზოგადად იუსტიციის სახლებს ახასიათებთ. რაც შეეხება რაოდენობას ადამიანებისა, ჩვენ უნდა დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რომ 70,000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს ყოველწლიურად მცხეთაში იუსტიციის სახლის მომსახურებით. ეს საუბარია იმ ეტაპზე, როცა 500-ზე მეტ სერვისზე გვაქვს საუბარი, იცით რომ წლის ბოლოს უკვე სერვისების რაოდენობა გაორმაგდება, 1000-ზე მეტი იქნება, აქედან გამომდინარე მომხმარებელთა რაოდენობაც რა თქმა უნდა გაიზრდება. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში როცა ვსაუბრობთ ახალი ფილიალების მშენებლობაზე, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი არის ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც დღეს ხელისუფლება ატარებს, რომ მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ადამიანი და მისი ინტერესები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფილიალის მშენებლობა, იქნება ეს მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვინდა რომ სახლთან ახლოს, კომფორტულ გარემოში, უმაღლესი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. და აქ საუბარია ისეთ სერვისებზე, რომელიც თითოეული ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბრობთ პირადობებზე, პასპორტებზე, რეგისტრაციებზე და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენც იუსტიციის სახლიც და ზოგადად იუსტიციის სამინისტროც არის ამ ძირითადი საკვანძო პოლიტიკის გამტარებელი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული არის ადამიანი და მისი კანონიერი ინტერესები. პრიორიტეტულია ადამიანი, მისი მომსახურების კომფორტი, სახლთან ახლოს, კომფორტულ მშვიდ გარემოში მიიღოს და სწორედ ამიტომაც ალბათ მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა თუ არ ვცდები, ევროპული ჯილდო დაიმსახურა ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების ფარგლებში, კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იუსტიციის სახლისთვის, თქვენთვის და ზოგადად პროექტისათვის აი ეს ევროპული აღიარება? კი ბატონო, ზოგადად როცა იუსტიციის სახლზე ვსაუბრობთ, არ ამგონია გადაჭარბებული იყოს შეფასება, რომ თუ რამე ინოვაციური ხდება, თუ რაღაცა განსაკუთრებული წარმატება არის, ყოველთვის იუსტიციის სახლთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტი გახლავთ სწორედ მობილური იუსტიციის სახლი, რომელმაც, როგორც თქვენ ხაზი გაუსვით, ესეთი ევროპული მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და რას ნიშნავს ეს ზოგადად სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზაზე მივდივართ. ჩვენ მივდივართ გზაზე, სადაც ძალიან იაფად, ზედმეტი რესურსის, ხარჯის გარეშე შეგვიძლია ის სერვისები, რომელიც თუნდაც ცენტრალური იუსტიციის სახლში არის ხელმისაწვდომი, მობილური იუსტიციის სახლითაც მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს. კი ბატონო, აქ საუბარი არის ისეთ დასახლებულ ტერიტორიებზე, რომელიც ცენტრისგან მოშორებით არის, იქ ახალი შენობის აშენება უბრალოდ ფინანსურადაც გაუმართლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი მობილური იუსტიციის სახლის სახით, რომელიც ამ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ყველასთან მივიდეთ
მივიდეთ და მივიტანოთ ის სერვისები, რომელიც მათ ჭირდებათ. ამ აღიარებით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ ის ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც ზოგადად ქვეყანაში მიდის იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში, არის ის რეფორმები, რომელიც ჭირდება ამ ქვეყანას და რომელიც ამ ქვეყანას გამოარჩევს როგორც ერთ-ერთ ინოვატორ სახელმწიფოს. მე ამ მობილური იუსტიციის სახლებზე და ზოგადად იუსტიციის სახლების ინოვაციებზე როცა ვსაუბრობ, აქვე მინდა ძალიან ისეთი მყარი არგუმენტებიც მოვიტანო. მოგეხსენებათ, რომ გაიმართა სერვისების ფორუმი გაეროსი საქართველოში და ამ ფორუმის ფარგლებში ჰქონდა ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან შეხვედრა, რომელთაც ყველაზე მთავარი პრიორიტეტი რაც ჰქონდათ ჩვენთან კომუნიკაციის ნაწილში იყო ის, რომ გაგვიზიარებინა ის რეფორმები, რაც ჩვენთან მიდის. ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოში იდგმება, სახელმწიფოს მიერ არის გადადგმული, არის ორიენტირებული შედეგზე. და ეს შედეგი არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქე და მის ინტერესებზე ზრუნავს. სწორედ თქვენ შეეხედა, მე ამ ფორუმთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, თქვენ საკმაოდ ვრცელი გამოსვლა გქონდათ ფორუმზე. თქვენის მიღწევები, ის კონკრეტული შედეგები დადეთ მაგიდაზე საერთაშორისო საზოგადოების წინ, რომელიც თუნდაც მარტო იუსტიციის სახლის სერვისებით ქვეყანას აქვს. როგორი შეფასება მოჰყვა და თქვენ თვითონ ამ ფორუმს როგორ აფასებთ, რამდენად დიდი და საერთაშორისო აღიარებაა თუნდაც მსგავსი ფორუმის პარგლებში საქართველოს იუსტიციის სახლმა საკუთარი პროექტი და შედეგები წარმოადგენს. მე მინდა საზოგადოებას პირველ რიგში განვუმარტო, რას ნიშნავს გაეროს ფორუმი, რომელიც ეხება საჯარო სერვისების გაცემის ნაწილს. ეს არის ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და აქ მონაწილეობს თითქმის ყველა ქვეყანა. საქართველოშიც 500-მდე სტუმარი მივიღეთ უცხოელი, რომელიც ჩართულია სერვისების გაცემის ნაწილში და ბუნებრივია ამ რაოდენობა სტუმრების ჩამოსვლა და გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებულიყო ეს ფორუმი, პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა სერვისების ნაწილში. ბუნებრივია, ამ სერვისების გაცემის ნაწილში მონაწილეობს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მსხვილი მიმწოდებელი გახლავთ იუსტიციის სახლი, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა მიმართულებები, სადაც სერვისების გაცემა ხდება. ასე რომ ამ ფორუმის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებით გაერომ ხაზი გაუსვა ჩვენს მნიშვნელობას, როლს და იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯით წინ ვართ ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ეხლა რაც შეეხება ჩემს გამოსვლას და იმ სესიას, სადაც მე მომეცა შესაძლებლობა წარუდგარიყავი სიტყვით და მესაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იუსტიციის სახლმა გაატარა, ბუნებრივია აქ მე რა თქმა უნდა გამოვყავი ის, რომ ფილიალების რაოდენობა უკვე ოპტიმალურთან მიახლოებულია და ჩვენ მცხეთის გარდა ასევე კიდევ დავასრულეთ თითქმის მშენებლობა ზოჯში და ჭალაში, აქტიურად მიდის სამშენებლო პროცესები ახმეტაში და ასევე დავიწყებთ უახლოეს დღეებში მშენებლობებს წალენჯიხაში. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილიალების მშენებლობის პროცესი თითქმის ბოლოსკენ არის გასული. ასევე ვისაუბრეთ მობილური იუსტიციის სახლებზე და გაუზიარეთ მათაც ჩვენი სიხარული, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მობილურმა იუსტიციის სახლმა თავის სიტყვა უკვე თქვა. ასევე გავაცანით მაგალითად ქართული პროექტი, ეს არის იუსტიციის სახლების სივრცეები პენიტენციურ დაწესებულებებში. ესეთი ამ პროექტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და გაეროს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ სერვისების მიღების გარეშე არავინ არ დარჩეს, არც ერთი მოქალაქე. ჩვენ სწორედ ცოტა უფრო წინაც წავედით და პენიტენციურ დაწესებულებებშიც გავაჩინეთ შესაძლებლობა მშავდებულებს ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ მიიღონ სერვისები, რაც მათთვის ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ ხვალინდელ დღეზე იუსტიციის სახლებისა ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და მის ინტეგრაციაზე, თუ როგორ ფიქრობთ, რომ გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, ასევე დისტანციურად სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ეხლაად გამვენ პირველ ნაბიჯებს ან აწყობილი აქვთ პროცესი, მაგრამ უნდათ სრულყოფა ამ პროცესისა, ბუნებრივია, მათ უნდათ აქტიურად ჩვენთან კონტაქტი, რადგან ეს დიდი გამოცდილება მათ გაუზიაროთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავიდან არ გამოიგონონ ახალი ველოსიპედი, იმიტომ რომ ეს ჩვენ გამოგონებული გვაქვს. წარმატებული პრაქტიკის გაზიარება დარწმუნებული ვარ, ბევრი ქვეყანა სჭირდება და ბევრი ქვეყანა უკვე კავშირზეა საქართველოს იუსტიციის სახლთან, თუნდაც ამ სფეროში მისაღები პრაქტიკული გამოცდილების დასანერგად საკუთარ სივრცეებში. ძალიან საინტერესოა თქვენ ახსენეთ და მინდა რომ უფრო დეტალურად აგვიხსნათ ინფრასტრუქტურული განვითარების გარდა, მუშაობთ თუ არა თქვა იგივე თქვენ ახსენეთ რომ მუშაობთ
მაგრამ უფრო დეტალურად რო აგვიხსნათ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე იუსტიციის სახლში, ახალი სერვისები ახსენეთ, რომ გაორმაგდება წლის ბოლომდე სერვისების რაოდენობა, რა აზია საუბარი უფრო დეტალურად. კი ბატონო, პირველი რადგან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შევეხეთ საუბრის პირველ ნაწილში, მე მინდა ეს საკითხი ბოლომდე გავიყვანოთ და თქვენ შესავალში ქორწინების სახლებზეც ისაუბრეთ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ეხლა ძალიან მალე რამოდენიმე დღეში მესტიაში უკვე კაფსულის ჩაგდების პროცესი გაიმართება და იქ ვაშენებთ ქორწინების სახლს. მოგეხსენებათ, ქორწინების მიმართულება საქართველოში ერთ-ერთი ესეთი ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა და აქედან გამომდინარე ესეთ ულამაზეს ნაწილში საქართველოსი როგორც მესტია გვექნება ასევე გამორჩეული და განსაკუთრებული ქორწინების სახლი საქართველოში კი მეშვიდე იქნება და რეალურად მესტიაში ვიწყებთ ახალი ქორწინების სახლის მშენებლობას. თქვენთან გავაჟღერებ პირველად მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა უკვე 2 ჯილდო მოიგო, ერთი რომში, გამორჩეული არქიტექტურული ნაშრომის კუთხით, ხოლო რაც შეეხება მეორე ჯილდო მოიგო ტოკიოში და ტოკიოში ამ ჯილდოს მთავარი ლაიტმოტივი გახლავთ ის, რომ ეს არის პროექტი, რომელიც სრულყოფილად ერწყმის თანამედროვე მოცემულობა, ვთქვათ, იმ ისტორიულ განზომილებას, ასე ვთქვათ, რომელიც მესტიისთვის არის დამაკავშირებელი და დამახასიათებელი. ასე რომ უკვე ჯერ არ დაგვიწყია მშენებლობა და უკვე გამორჩეული პროექტია მესტიის ქორწინების სახლის, ასევე ქორწინების დაინტერესება იქნება. კი ბატონო, ქორწინების სახლი გაიხსნება ძალიან მალე თელავში და აქაც ძალიან კარგად ჩანს როგორ ურთიერთობს სახელმწიფო სტრუქტურები ერთმანეთთან. იმიტომ რომ თელავში დიდი ტერიტორია ეწყობა, ინფრასტრუქტურა განვითარდა, ასე ვთქვათ, და იქ გამოიყო ქორწინების სახლისთვისაც სივრცე, ასე რომ თელავსაც ძალიან მალე იქნება ქორწინების სახლი. ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ შედეგები სწორედ ესეთი ურთიერთთანამშრომლობით დგება, გახლავთ კონკასთან დაკავშირებული სიახლე, ჩვენ სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ კონკის ქორწინების სახლის, იცით რომ ეს არის ისტორიული შენობა და აქაც თბილისის მერიამ, თბილისის განვითარების ფონდმა აიღო საკუთარ თავზე ამ პროცესის, ვთქვათ, ბოლომდე გაყვანა, ის ჩაუდგება სათავეში რეაბილიტაციის პროცესს და ძალიან მალე პროექტი დამტკიცებულია, უკვე შემსრულებელი კომპანიაც გამოვლენილია და ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები. ასევე ვიწყებთ უზნაძის ქორწინების სახლის განახლებას, ასევე გვინდა რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ყველა მოქმედი ქორწინების სახლების და სივრცეების სარემონტო სამუშაოები, ახალი ავეჯით აღჭურვა და ბუნებრივია იუსტიციის სახლი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოქალაქეს ყოველდღიურად ხვდება ჩვენთან, გვინდა რომ ასევე ახლდებოდეს და იყოს იმ კონდიციაში, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მომხმარებლის სტანდარტს, რომელიც იუსტიციის სახლს უჭირავს და სერვისებთან დაკავშირებით კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სერვისებთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ეს არის ის საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე და თქვენს ხაზი გავუსვით, რაოდენობის და თქვენ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იუსტიციის სახლი არის ყველაზე დიდი დაწესებულება, რომელიც სერვისებს გასცემს და ერთგვარ ჰაბადაც ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ესეთი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანს შეუძლია მივიდეს და მიიღოს სერვისი. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესიც არის, რომ რაც შეიძლება მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებში. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მოლაპარაკება უკვე დიდი ხნის წინ შემოსავლების სამსახურთან, ეს პროცესი დასრულებულია, მემორანდუმი გავაფორმეთ. ეხლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ასე რომ ეტაპობრივად შემოსავლების სამსახურის სერვისები იუსტიციის სახლში იქნება ხელმისაწვდომი, იგივე მოლაპარაკებები და იგივე პროცესი მიდის სხვადასხვა საჯარო უწყებებთან, ასევე კერძო დაწესებულებებთანაც, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სერვისების რაოდენობა ყოველწლიურად, ასე ვთქვათ, მოიმატებს და გაიზრდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვისა, ეს ეხება თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სერვისების გაცემის ნაწილში. ძალიან მალე იუსტიციის სახლში, ყოველ შემთხვევაში სატელეფონო ცენტრში
ასე ვთქვათ, მიმოწერის საკითხი, ჩატის ნაწილი სრულად აეწყობა ხელოვნურ ინტელექტზე და ამის სამუშაოები დასრულებულია, ასე რომ თქვენ რო იუსტიციის სახლს მიწერთ, ხელოვნური ინტელექტი გიპასუხებთ უმეტესობა კითხვაზე, ასევე სატელეფონო ცენტრშიც გამოუყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ვაპირებთ თვითმომსახურებების სივრცეების განვითარებას, დაგვხვდებათ რობოტები, სადაც ადამიანი დამოუკიდებლად მიიღებს სერვისს ხელოვნური ინტელექტის და ამ რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დაამარტივებს პროცესს, განტვირთავს ჩვენს თანამშრომლების საქმიანობას და მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია რომ თვითონ მიიღოს სერვისი დამოუკიდებლად, მას ექნება შესაძლებლობა ამ პროცესში სხვის დაუხმარებლად მიიღოს ის შედეგი, რისი მიღებაც სურს. დარწმუნებული ვარ იუსტიციის სახლის. საქართველოს იუსტიციის სახლი ლიდერობას არ დაკარგავს მსოფლიოში, თუ ასე გააგრძელებთ. წარმატებას გისურვებთ. წარმატებას ყველა პროექტის განხორციელებაში, მუშაობის პროცესში. მაყურებელს შევახსენებ, რომ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.